მართალი არ მოქმედებს, თუმცა რა თქმა უნდა სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკას აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა, მნიშვნელოვანი იყოს განზოგადებული ერთგვაროვანი კონკრეტულ საქმეებზე და აი ამ სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ფარგლებში ხდებოდეს მით უმეტეს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაკუთრებით რამდენადაც ეს კავშირია მოქალაქის თანასწორობის შეხვედრასთან და ამას უნდა ხდეს შეგრძნება და განცდა რომ სახელმწიფო მასაც მსხვერპლის მსგავსად მოექცევა თანასწორად. მაგრამ რა ფიზიკური ზიანი მიაყენა ამაღლებელმა გებუაძეს ერთი სილის გაცნობს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ირაკლი გებუაძე ამბობს, რომ ამაღლობის და სილის გაცნობის შედეგად მან ოპაზე სიცხე აღნიშნებოდა და განიცადა ტკივილი. რამდენად შეიძლება იყოს ეს ადამიანის 4 და 7 წლამდე პატიმრობის მიზეზი? ამ და სხვა კითხვები ჩვენ მიმართეთ პროკურატურას, თუმცა ერთკვირიანმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. ერთადერთი, რაც შემიძლია გაჩვენოთ, არის ვიდეო თუ როგორ ასაბუთებს პროკურორი იმას, რომ ზიამაღლობელმა სილის გაწვნა წინასწარ დაგეგმა. ეს იყო შურიზიება პოლიციის სამართლის უფროსის მიმართ, ვინაიდან თავისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესი დააკავა 1 საათით ადრე და შესაბამისად ფიზიკურად მიაყენა შეურაცხყოფა თავს დაესხა. ეს ქმედება კვალიფიცირდება თავდასხმად. სასამართლომ ისევე როგორც აქციებისას დაკავებული ყველა სხვა ადამიანის შემთხვევაში ახლაც მხოლოდ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა, საქმის განხილვა პოლიციაზე თავდასხმის მუხლით დაიწყო და მზიამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. და აქ მივადექით კიდევ ერთ პრობლემას. წინასწარი პატიმრობა. 19 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 21 წლის მათედევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება, ეს უნდა იყოს ყველაზე მოკიდურესი ფორმა. ჩვენთან საქართველოში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მე ვიტყოდი ეს როგორც ამ ხელისუფლების დროს, ასევე წინ ხელისუფლების დროს, რაღაცნაირად პატიმრობა აღიქმება, ანუ ამას არ აქვს ის აღქმა არც საზოგადოების მხრიდან, ამაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა პირველ რიგში სასამართლო არის, ხო? რომ სასამართლო ქმნის ისეთ მოცემულობას, რომ პატიმრობა არ აღიქმება როგორც რაღაცა უკიდურესი ღონისძიება, არამედ პირიქით ხდება, ხო? ანუ რაღაცა პატიმრობის შუამდგომლობებით გება სასამართლო აკმაყოფილებს და აი მე თუ რაღაცები შეიძლება, მე შეიძლება გადასცეს. როცა ადამიანს აკავებენ, პროკურატურა შეუძლია მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს. ეს შეიძლება იყოს ირაო, შინაპატიმრობა, თავდებობა, ხელწერილი ქვეყნიდან გაუსწორებაზე ან წინასწარი პატიმრობა. წინასწარი პატიმრობა უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროკურატურა ვადებულია და ასაბუთოს, რომ დაკავებულის მხრიდან 3 საფრთხე არსებობს: ახალი დანაშაულის ჩადენის, არსაჯულების და მინიმალვის და მტკიცებულებების განადგურების. პროკურატურამ უნდა განმარტოს ისიც, თუ რატომ ითხოვს მაინც და მაინც წინასწარ პატიმრობას და არა მაგალითად სხვა უფრო მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებას. რა თქმა უნდა, სასამართლოსაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, მან უნდა გაითვალისწინოს თანაბრად როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის პოზიცია და ორივეს მიმართ იყოს კრიტიკული. ყველას მიმართ, ვინც 2024 წლის აპრილ-მაისის, შემდეგ კი ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას სისხლის სამართლის წესით დააკავეს, პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა მოითხოვა და სასამართლომ პირველივე სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. ყოველ შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობოდა პოლიციელების ჩვენებებს, რომელიც შაბლონურად გავდა ერთმანეთს. ამაზე უფრო ვრცელი ვიდეო შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზეც ნახოთ. დასაბუთების ნაწილში პროკურატურამ ან ვერ განმარტა წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა, ან ჰიპოთეტური განმარტებით შემოიფარგლა. ასე იყო ზია ამაღლობის საქმეშიც. პროკურატურამ თქვა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რადგან ზია ამაღლობელი დანაშაულებრივი ქმედებებისკენ არის მიდრეკილო. ამას კი თითქოს ასაბუთებდა იმით, რომ ის აქციაზე პოლიციის სამმართველოს შენობაზე სტიკერის გაკვის გამო დააკავეს. აღკვეთის ღონისძიება არის
დასაკუთრებული არ არის იმ სტანდარტის, რა სტანდარტის ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას ჩვენი აზრით. ასე შეაფასა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პროკურატურის დასაბუთება მას შემდეგ, რაც 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიამაყობელი პატიმრობაში დატოვა. დაუჯერებლად ჩანს ბრალდების მხარის, ანუ პროკურატურის დასაბუთება, რომ თითქოს ამაღლობლის შემთხვევაში მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. ეს დაუჯერებელი არის იმიტომ, რომ ამჟამად საქმეში არის სულ 3 მოწმე, 3 მათგანი არის პოლიციელი და მათ შორის ირაკლი დგებუაძე. ახლა თეორიულად როგორ უნდა დაუშვათ, რომ მზია ამაღლობელი მოწმეზე, ოღონდ ეს მოწმე არის პოლიციელი, მოხდეს ზემოქმედებას. ხო, ეს წარმოუდგენელია. და ფაქტობრივად ობიექტური აღქმისთვისაც შეუძლებელია, რომ მზია ამაღლობელი რომელიმე პოლიციელზე მოხდეს ზემოქმედებას. ამ ყველაფერს მივყავართ კიდევ უფრო დიდ სისტემურ პრობლემამდე და ეს არის მიკერძოებული მართლმსაჯულება. მიმდინარე აქციების პერიოდში ასობით ადამიანი არის დაჭერილი როგორც ადმინისტრაციული, ასევე სიცხლის სამართლის ბრალდებით. თუმცა არ დამდგარა არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობა სულ მცირე ძალის გადამეტების გამო. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც არსებობს უამრავი საჯარო ვიდეო კადრი, რომელშიც ჩანს როგორ უსწორდება პოლიცია და სპეცრაზმი მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. აქ რამდენიმე დეტალი არის საინტერესო. პოლიციელები დაკავების შემდეგაც ძალადობენ ხოლმე და ასე მოხდა მზია ამაღლობის შემთხვევაშიც. ამას ამბობს მისი ადვოკატი. შემდგომში როდესაც უშუალოდ განყოფილება შეიყვანეს, როგორც თავად ქალბატონ მზია ყვება, იქ იყო მის მიმართ კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ირაკლი დგებუაძე ცდილობდა, რომ სადაც ოთახში, სადაც ყავდა მოთავსებული მზია შესულიყო, თვითონ შეეღწია და ცდილობდა, რომ ფიზიკურადაც კი ეძალვა და ოღონდ ამას აკავებდნენ. ამ შემთხვევაში უკვე თავისივე თანამშრომლები, რომ ფიზიკური ძალადობა არ მოხდარიყო. ქალბატონ მზია ერთ-ერთ შემთხვევაში შეძლო მან ოთახში შესვლა და შეაფურთხა სახეში ქალბატონ მზიას. ასევე იყო მისი მხრიდან, როგორც უკვე სიტყვიერი შეურაცხყოფა, იყო მოწოდებები, რომ არ გაეშვათ ცალკე გარეშოში და არ მიეცათ წყლის დალევის საშუალება, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასეც გრძელდებოდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა სარჩელი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. მზია ამაღლობლის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე. ამ სამსახურის ფუნქცია გამოიწვიეს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება ბევრად უფრო მსუბუქი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით დაიწყო, მაგრამ უწყებიდან არაფერს გვეუბნებიან იმის შესახებ, თუ ახლა რა ეტაპზეა გამოძიება. მეტიც იმასაც აგვეუბნებიან, გამოგკითხეს თუ არა ირაკლი დგებუაძე, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას დღემდე ასრულებს. ამაღლობელი არ არის ერთადერთი, რომელიც არაადამიანური მოპყრობის შესახებ ყვება. დგებუაძის მხრიდან დაკავებულების გაშლილი ხელისცემაზე, სიტყვის შეურაცხყოფაზე, თავის კედელზე მიყრმაზე საუბრობს 11 იანვარს დაკავებულთაგან კიდევ 2 ადამიანი. ესენია რეჟისორი მალხაზ ირემაძე და ბათუმელ მეტროში ცნობილი თემურ ქათამაძე. ამ სასამართლო პროცესებს კი თანსდევს საჯარო მოხელეების აი ასეთი განცხადებები, როგორც მზია ამაღლობლის, ასევე სხვა დაკავებული და დაშავებული ადამიანების წინააღმდეგ. პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტესად, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალ თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი. საუბარავს ეს პოლიცielis წინააღმდეგ უნებრივია, რომ ის იქნება აუცილებლად დასჯადი. როდესაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავთ, როგორ აჩერებს ქურთუკით ქალბატონი პოლიციას, პოლიციის უფროს ამშობად, პოლიციას და შემდეგ სახეში ურთხავს და ამბობენ, რომ ეს მოგონილი ამბავია, ნანახის საწინააღმდეგოდ მიდია. ანუ ერთია რაც უყურებს და მეორეა სხვა სიმართლე. პოლიციელი ხელშეუხებელია. ეს არის ის მესიჯი, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები და პროპაგანდისტული მედია საშუალებები ავრცელებენ სხვა პროპაგანდისტულ მესიჯებთან ერთად. ამ ყველაფრის მიზანი კი მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაცია. და რომ შევაჯამოთ ყველა ეს პრობლემა, ისევ და ისევ მზია ამაღლობლის საქმის მიხედვით. ხედავთ მიკერძოებული მართლმსაჯულების მაგალითების მთელ ჯაჭვს.
სასამართლო დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას, რომ ზიამაღლობელის საქმე 353 პრიმა მოკლით განხილულიყო. მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს დონეზეც კი გვაქვს მაგალითები, რომ სირის გაწოდამდე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული უფრო მსუბუქად ისჯება. სასამართლო დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას ზიამაღლობისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ იყო დასაბუთებული. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საიერ საჩივარი ზიამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის თაობაზე. თანაც ეს მოხდა იმ ყველაფრის ფონზე, რომ სახალხო დამცველობასაც ხშირად აკრიტიკებდა ქართული ოცნების კანონების ფრთხილი შეფასებების გამო, აი ამ სახალხო დამცველობამ მისწერა სააპელაციო სასამართლოს, რომ მეტი დაკვირვებით შეესწავლა პროკურატურის მტკიცებულებები, რომელიც იოსელიანის თქმით საკმარისი არ იყო. და ზოგადად, მიმდინარე აქციების ფონზე, ასობით ადამიანის შემთხვევაში, სასამართლოს მუდმივად გამოაქვს განაჩენი პროკურატურის სასარგებლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა. ზიამაღლობელი 11 იანვრის შემდეგ, ანუ მისი დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით კი თითქმის ყოველ დღე იმართება საპროტესტო აქციები. ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ქართული ოცნება კი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემცვლელად ახალ კანონებს იღებს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება უკვე 2 თვეზე მეტია. პოლიცია დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე სისტემურად ძალადობს. დღემდე არც ერთი პოლიციელის მიმართ საქმე აღძრული არ არის. ძალადობის სათავეში მყოფ მაღალ ჩინოსნებს კი ქართული ოცნება ღირსების ორდენით აჯილდოებს. საღამოშვიდობისა თქვენ ახლა უყურებდით და უსმენდით პროექტ 64-ის მიერ გაკეთებულ ვიდეოს ზიამაღლობელის შესახებ და იმ მიკერძებული მართლმსაჯულების შესახებ, რომლის მსხვერპლიც გახდა ზიამაღლობელი. დღეს 300 დღეა. მე-300 დღეა, რაც ზიამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ამის აღსანიშნავად თუ ეს შეიძლება ამას აღნიშნო, თუ შეიძლება ესეთი უცნაური რაღაც აღნიშნოთ. აჩვენეს ეს ფილმი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს კედელი გამოიყენეს ციფრული გამოსახულების საშუალებით. უკაცრავად საკმაოდ რთული და მძიმე იყო ამის კიდევ ერთხელ გავლა და კიდევ ერთხელ მოსმენა. თქვენ იცით, რომ ზიამაღლობელს 8 აგვისტოს 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. 11 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლეთა კოლეგია, სააპელაციო სასამართლოს კოლეგია იმისჯელებს ზიამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენის მართლზომიერების შესახებ. 300 დღე უკანონო პატიმრობაში, თუ შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ, 300 დღე ვიღაცისთვის ალბათ არაფერია, ვიღაცისთვის კი მთელი ცხოვრება, თან მით უმეტეს, როდესაც რეჟიმი და სისტემა ცდილობს მთელი სისასტიკით და მთელი სიმკაცრით დაგსაჯოს ისეთი რამისთვის, რაც მანამ სანამ შენ არ შეგეხო, დანაშაული არ იყო. კიდევ ერთხელ, დანაშაული არის ისეთი რაღაც, რაც სისხლის სამართლის კოდექსით არის განსაზღვრული. ხოლო ქმედება, რომელიც ჩაიდინა ზიამაღლობელმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირდება და აქამდე მსგავსი შემთხვევები სისხლის სამართლის კოდექსით არ განუსჯია სასამართლოს. ამ ფილმში ამაზეც იყო საუბარი. მიკერძებული მართლმსაჯულების ნათელი მაგალითია სრულად ზიამაღლობელის საქმე. მე აქ ვხედავ ადამიანებს, ვისაც მინდა ვესაუბრო
მზია ამაღლობელის შესახებ ლალი ანთიძე ქალბატონ ლალი გამარჯობათ თუ შეგიძლიათ აქეთ რომ მოგზანდეთ მინდა რომ გკითხოთ დღეს არის 300 დღე გავიდა რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია აქ ნახეთ ფილმი რომელიც იყო ამ მიკერძებული მართლმსაჯულების შესახებ მომზადებული ბევრი ადამიანია ციხეში პოლიტპატიმრის სტატუსით ბევრი ადამიანია ციხეში უსამართლოდ გამოკეტილი გამოსავალ სათხედავ როდესაც სამართალი სასამართლო ყველა კანონი საკუთარ თავზე მოირგო რეჟიმი მე მგონია რომ საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და აბსოლუტურად ყველა ასეთ უკანონმდებლობაზე აუცილებლად უნდა იყოს რეაქცია. იმიტომ რომ შეუძლებელია ასეთ პირობებში არსება. იცით რა არის? შეიძლება რომ მაგალითად ვთქვათ რაღაცა გადადო დავუშვათ უკეთესი დროებისთვის რაღაცა პროტესტები დაელოდო ვთქვათ გარე ფაქტორებსა და ერთადერთია გარე ფაქტორები მოახდენს აუცილებლად საქართველოს შინაგან შიგნით სიტუაციაზე გამოსხო და ერთადერთი რისკი არის შეუძლებელი აქტივის მოწმენა არის ეს პატიმრები და ეს ადამიანები საუკეთესო ადამიანები დარგში სპეციალობაში ზიასნაირი პატრიოტები ზვიაზისნაირი პატრიოტები ხო აი ასეთი ადამიანების დათმენა ასეთი ადამიანების ციხეში ჭრობის დათმენა არის შეუძლებელი და მე მგონია რომ საზოგადოებას არ შეიძლება ამასთან დაკავშირებით გაგიჩნდეს რაღაცა ადაპტაცია ან ჩათვალო რომ აი ნუ ეს ჩემი პრობლემა არ არის აი შეუძლებელია რომ ადამიანმა ძალიან ბევრი თulis ანუ ფაქტია რომ პროტესტში ბევრი არ არის ჩართული და ბევრი ადამიანი საერთოდ არ თulis რომ ეს მათ ეხებათ ან ავტორიტარიზმი რომელიც ყოველ დღე საკანონმდებლო დონეზე მყარდება ამ ქვეყანაში მათ შეეხებათ ანუ არ თვლიან ადამიანები რომ ეს მათთანაც მივადა სანამ მათთან მივა მანამდე როგორ შეიძლება რომ ეს გავაგებინოთ და დავანახოთ არა გამორიცხული გააგებინეთ იცით რა არის მაგ კატეგორიის ადამიანებს მათთან რომ მივა მაშინაც ვერ გააგებინებთ მე მახსოვს აი როცა მეხსიერების პატარა კვლევებს ვაკეთებთ და ადამიანები რომლებიც სტალინის რეფორმებს შეიწერა სტალინის რეპრესიებმა შეიწერა ამ ადამიანების შთამომავლები მე შეიწერა 1956 წლის იმაში 56 წელს გამოსვლა იყო სტალინის კულტთან დაკავშირებით ქართველებმა გააპროტესტეს წარმოიდგინე და იქ იყო საწუხროდ ეხლვარი არ მაგონდება ერთი ქალბატონი იყო რომლის მამაც 37 წელს დახვედა სტალინმა და 1956 წელს მისი შვილი მოყვა იქა და დაიღუპა ისროში წარმოიდგინეთ თქვენ და ეს ადამიანი ამითი ამაყობდა რომ რაღაცა ფორმით გამოხატა გონების ოკუპაცია ხდება ასე ვთქვათ თუ როგორ ხდება ესე რომ აი საბჭოთა კავშირის არის მეტასტასების სახით დარჩენილი რა და ეს ყველაფერი არის ეს საზოგადოების ეს ნაწილი არის ზუსტად ეს მეტასტასი ეცა ესე ვრცელდება და ვერც ვახერხებთ რომ ჩარჯრათ ახალგაზრდაობა არ ჩაიწყიო და ძალიან არ ვარ საფრთხეობრივ მდგომარეობაში ძალიან დიდი მადლობა ეს ყველალი ანთიძე რომელიც საუბრობდა მზია ამაღლობელის შესახებ როგორც უკვე გითხარით დღეს 300 დღე გავიდა რაც მზია ამაღლობელი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი უკანონო პატიმრობაში ჰყავს ქართულ ოცნებას ქართული ოცნების სასამართლომ გაასამართლა ქართული ოცნების პროკურატურამ დანაშაულად აქცია ქმედება რომელიც მანამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირდებოდა შედეგად 2 წლის გატარება მოუწევს მზია ამაღლობელს ციხეში ყოველ შემთხვევაში ასეთია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოუტანა მას 8 აგვისტოს განაჩენი
ეს განაჩენი გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 11 ნოემბერს არის დღის პირველ საათზე ჩანიშნული სასამართლო პროცესი და ნახოთ, როდესაც დაიწყება სააპელაციო სასამართლოში განხილვები, როგორ წარიმართება მას ბათუმელების მაყურებელი და მსმენელი და ჩვენი მკითხველი ჩვენი ვებგვერდების საშუალებით გაეცნობა ზე ამაღლობელს ორი კვირის წინ მიანიჭეს სახაროვის პრემია ყველა იმ განცდილი მის თავს გადატანილი ის უსამართლობა რაც ქართული ოცნების რეჟიმმა მზე ამაღლობელის მიმართ გამოიჩინა ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს გადაცემით დასრულდა დანის კი არა და უკაცრავად რუსთავის ქალთა კოლონიაში შეიტყო მზე ამაღლობელმა იმის შესახებ რომ ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა სამას 45 დღეა რაც უწყვეტად აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეები ქართული ოცნების გადაწყვეტილებას თქოს უარი ევროკავშირზე გახსოვთ ალბათ 28 ნოემბერს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე გამოვიდა და თქვა რომ ქვეყანა კი არა და ქართული ოცნება უარს ამბობდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. შედეგად დაიწყო პროტესტი, რომელიც გრძელდება დღემდე. ზოგჯერ ბევრი ადამიანი აქვს, ზოგჯერ ცოტა, თუმცა ყოველთვის არის ვიღაც, ვინც არ იგუება და აპროტესტებს.